ადრეულ ეპოქებში უნდა ყოფილიყო უფრო და უფრო პატარა და ჩვენ მივალთ იმ წერტილში, სადაც ყველაფერი, ყველა ობიექტი, ყველა ვარსკვლავი, ყველა galaktika, ყველა სხეული, ყველა ნაწილაკი იმყოფება და ერთსა და იმავე წერტილში, აი ამას უწოდებენ ამ წერტილს, ანუ ამ ეპოქას, ამ დროს კოსმოლოგიურ სინგულარობას და ეს და მეორენაირად ეს არის წერტილი, რომელიც შეესაბამება დიდ აფეთქებას, კერძოდ აი ამის შემდეგ დაიწყო სამყარომ გაფართოება. რა თქმა უნდა, ეგ არ ნიშნავს, რომ მანდამაინც ეს არის სინგულარობა და სამყარომ დაიწყო არსებობა ამ წერტილში, უბრალოდ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით ჩვენ არ გძალგვით აღწეროთ სამყარო უფრო ადრეულ და უფრო მცირე მანძილებზე, ვიდრე არის